შრომით მიგრაციის შესახებ კანონი ძალაში ზუსტად 3 დღეში შევა. ქართულმა ოცნებამ, როდესაც ამ კანონ პროექტზე მუშაობა დაიწყო, ახსნა და განმარტება ჰქონდათ ასეთი, რომ ქართულ შრომით ბაზარზე мотиваცია იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასაქმებულები და იმიგრანტები სწორედ მათ ჩაენაცვლებინათ. ახლა უცხოელს თუ საქართველოში დასაქმება უნდა, მას შრომითი უფლების მოპოვება მოუწევს და სხვადასხვა პროცედურების გავლა. ძალიან ბევრ კითხვას აჩენდა ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი, მათ შორის ხომ არ გაძვირდება მაგალითად მომსახურება ტაქსის, კურიერის, გიდის, სადაც ყველაზე მეტი იყო წილი იმიგრანტთა საქმიანობის, რადგან როდესაც კომპანიები იმიგრანტებს სამუშაოდ იყვანდნენ, განმარტავდნენ, რომ მათი ანაზღაურება შედარებით დაბალი იყო და მაშინ, როდესაც მოხდება იმიგრანტების საქართველოს მოქალაქეებით ჩანაცვლება, ეს ხომ არ გააძვირებს მათ მომსახურებას. ჩვენ ეს კითხვები დღეს აქ დავსვით და კიდევ საინტერესო იყო ის, რომ მაგალითად როგორ იმუშავებს ისეთი კომპანია, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში, თუმცა მაგალითად სამეთვალყურეო საბჭოში ხავს უცხოელი ან დირექტორი არის უცხოელი. სახელმწიფოს ცხადი აქვს ლეგიტიმური უფლება და მათ შორის ვალდებულებაც, რომ დაიცვას ადგილობრივი შრომის ბაზარი. მეორეს მხრივ, ცხადია უკვე ის დეტალური პროცედურები, რომელიც გაწერილია, ეს არის რეგულაცია, სტანდარტი, რომელსაც შეიძლება გარკვეული გვერდითი ეფექტი ჰქონდეს. შემდეგ კომპანიები ცხადია მომმართავდნენ კონკრეტულ საკითხებზე და შესაბამისად ჩვენ ამ საკითხებზე ჰქონდა შეხვედრა რამოდენიმე ჯანდაცვის სამინისტროში, უკვე დასაქმებული და ესენი არიან რეგისტრირებულები მათ კონტრაქტის ვადით, და არაუმეტეს წლის ბოლომდე უგრძელდება და უნარჩუნდება სტატუტი მათ ჯერჯერობით ახალი სისტემით რეგისტრაცია არ ესაჭიროებათ. რა თქმა უნდა, კომპანიებს უკვე დასაქმებული უცხოელების სამსახურიდან გათავისუფლება არ მოუწევს, ამაზე მეტყველებს კანონში ის ჩანაწერი, რომ პირიქით მათ წლის ბოლომდე სპეციალური ნებართვის მოპოვების გარეშე შეიძლება წლის ბოლომდე სამსახური დააგრძელონ და ძალიან ბევრი შეხვედრა ჰქონდა პირველ რიგში სწორედ ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან, უფრო მეც გეტყვით, რომ მათი ძალიან ხშირი მოთხოვნა იყო და საბოლოო ჯამში ვიღებდით იმ შედეგს, რომ თვითონ ადგილობრივი კადრები პრაქტიკულად სამსახურის გარეშე რჩებოდნენ და მეორე თვითონ სერვისის მიღებისთვისაც უკვე სერვისის ხარისხი ვარდებოდა და უკმაყოფილება თვითონ მოსახლეობაში რა თქმა უნდა ისდოდა. აღნიშნული კანონმდებლობით ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ იმ სექტორებში, სადაც დეფიციტი არის, შრომითი რესურსიც, ჩვენ გვქონდეს სისტემურად შრომითი რესურსის შემოყვანის საშუალება. საბოლოო ჯამში მნიშვნელობა აქვს ასეთ სისტემურ მიდგომას, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად გვეცოდინება დეფიციტური მიმართულებები, მივახცევთ იმას, რომ ეხლა როდესაც გვაქვს აცდენა ერთი მხრივ უმუშევრობის პროცენტი მაღალია, თუმცა შრომითზე ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, აი ეს პარადოქსი აღარ გვექნება. სწორედ იმიტომ, რომ მიწოდება უფრო მეტი არის, ვიდრე მოთხოვნა ბაზარზე, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი არის, რომ უპირატესობა მივცეთ ადგილობრივ შრომით რესურსებს. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები გვიმტკიცებდნენ, რომ იმ უცხოელებს, რომლებიც ახლა დასაქმებულები არიან და შრომის უფლება მოპოვებული აქვთ, ხელშეუხებლები იქნებიან, უკვე მომდევნო წლიდან კი ახალი კანონმდებლობის შესაბამისად მათ ხელახლა მოუწევთ პროცედურების გავლა და დასაქმების უფლების მოპოვება.